Hop, და ჩემთან კადრში ჯადოსნურად გაჩნდა ღვინო. ეს არის მეღვინეობა დეკანოზიშვილი, წითელი მშრალი, 2017 წლის მოსავალი. იგი არის განსაკუთრებული მეთოდით დამზადებული. რა არის ეს განსაკუთრებული მეთოდი? ეს არის აპასიმენტო, გამომშრალი ყურძნისგან მიღებული ღვინო, რაც საკმაოდ რთული, შრომატევადი და ასევე საკმაოდ ხარჯიანია. როდესაც ყურძენს ვაშრობთ, იქიდან აორთქლდება წყალი, მასში უფრო მეტად ყურძენში უფრო მეტად ხდება გარკვეული ნივთიერებების, არსებული ნივთიერებების კონცენტრირება, მაგრამ გამოსავლიანობა ძალიან კლებულობს. და თავისთავად ხვდებით, რომ შემდგომ პროდუქციაც საკმაოდ ძვირდება, ანუ მისგან შექმნილი ღვინო. როგორც მე მას ახლა საიტზე უყურებ, საინტერესო ფასი აქვს ამ ღვინოს, საიტის ლინკი, მეღვინეობა დეკანოზიშვილის საიტის ბმული განთავსებული იქნება ეპიზოდის ქვეშ, შეგიძლიათ გადახვიდეთ, წაიკითხოთ მასზე დამატებითი ინფორმაცია თუ დაგაინტერესებთ და ასევე საიტიდანვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ, შეიძინოთ და ისიამოვნოთ ამ ღვინით. ღვინის დაგემოვნება და შეფასება სრულად შეგიძლიათ იხილოთ YouTube-ზე.